მშვიდობის როგორ ხარ? მე ნორმალურად ვარ, წავედი სამსახურში. ძალიან კარგია. ასე გამოვიყურები. ეს ჩვენთან პირველად ავიღე დღეს. ჩემ დაიკოს მაცნობს ირინა და აღმოჩნდა რომ მწვანე ფერი რომელიც არ ვიცოდი რომ მიყვარდა აშკარად ჩემია უკვე მიყვარს არ ხალხო ეს ტელევიზორი სოციალური ქსელი აღარ მინდა მე მგონი ყოფილი ცოლი მარტო მე დავრჩები ეს არ ვიცი ეს ჩამურის თუ არა ამდენი ნერვიულობა ძალიან ცუდი ფაქტები ხდება რა დავედი დადიანზე უნდა ავიდე და ის გზა უნდა გავიარო, სადაც ნიკოლოზ დავყავდა კაიხანი ბაღში. დადიანის ქუჩაზე, ფეხით დავდიოდი ხოლმე. რა ძალიან მიყვარს. ის მიწისქვეშა გადასასვლელი სადაც ბატიკობს ყიდულობდით. ხელში ამიყვანეს ითხოვდა სულ და ჯანმრთელი ცხოვრება მქონია, ხალხო. ამ ხელა გზას ფეხით დავდიოდი. მიყვარს ეს ადგილი, ძალიან წეა. როგორც არიელია და საღამოს როგორც სავსეა. ეს სულდას უცველად დიდი ხანია. და არასდროს არ მისარგებლია. ეს ფაქტორი ფაბრიკა არის ჩემი საყვარელი სასაჭმელე. აქ არ ვიცი რა ხდება, არასდროს არ ყოფილვარ. მიყვარს აქ სადღაც ტაძარში დავდიოდით ხოლმე ზემოთ. აქ გადმოვდივარ ხოლმე ძალიან ახალგაზრდობაში მივდივარ და ვიძირები. ესეც ძალიან დიდი არის. Давайте митис кушаешь.
დადიანი, ამავედით უკვე. დადიანი. არაფერი არ არის შეცვლილი, რაც ყოფილა არაფერი. რაც მანქანით. ეს ბაღი იყო, სადაც ამ კარებში პატარა დორა და ნიკოლოზი შორბოდნენ ხოლმე. ძალიან ისეთი ემოცია საუკუნე არ ყოფილა რა ამ ადგილასთან ფეხი. და ხო რაღაც ძალიან გემრიელია ეს მოგონებები. წავედით ახლა ჩვენ საქმეზე მივდივართ, ჩავუაროთ. არ მახსოვს კიბეები როგორ იყო. სავარაუდოდ შერომონტებულია ხოლმე და მე ასე რომ მოვდიოდი დადიანით მერტაბიძეთ გადავდიოდი ხოლმე და ჩავდიოდი და კი ვიყავი 59 კილო. ამ შენობაზე ვგიჟდები. ცუდად ვხდები. ისე მომწონს. ძალიან ლამაზია. რამდენი რამეა რაც უნდა ადამიანმა შემოიარო და კიდევ ნახო და მე კიდე სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ და ბლინების ცხობით ვარ დაკავებული და ხეხვით და ამ დროს ეს ემოცია ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ემშვიდობის გუშინ იმდენი ვიარე ფეხით იმდენი ვიარე რომ ვერ არ დავასრულე. ეხლა დილით რომ ავეთხლი შეჭერმა არ უყევლია 8 საათია რო ის ნახევარია და გუშინ ცოტა მაკიაჟით ჩამეძინა. მე პირ დავიბადე და დიდი ხანი არ გამიზიარებია პროდუქტები, რასაც მოვიხმარ. პირველი რასაც გავაკეთე ბაზილიკო მაჩუკა საფრანგეთიდან მაქვს და მსგავსი, მაქვს მოზაიკაში ნაყიდი ძალიან დაბალბიუჯეტიანი გიდროფილური ზეთი, რომელიც ძალიან კარგია მზის დამცავისთვის, რომელიც კარგს ძალიან ბჭობს. მე არ ვიცი თქვენ როგორ ხმარობთ და როგორი შედეგები გაქვთ, მაგრამ ჩემთან არის ძალიან ცუდად თუ ღრმა წმენდით არ ჩამოვიბანე მზის დამცავი. მაქვს ძალიან ცუდი შედეგი, ამიტომ ვცდილობ ხოლმე რომ მზის დამცავის მგუშინ ისეთ დაღლილი ვიყავი, პირი ვერ დავიბანე, რასაც ძალიან იშვიათად ვაკეთებ ხოლმე. დილით გავიწმინდე თვალები. ამას ასე ვისვამ, ანოტაციას გავეცანი, ვიმასაჟებ. ამ ადგილებზე და ამ ადგილებზე ყველა გიდროფილურს უწერია რომ მოერიდეთ ამ. რო გათავდება აუცილებლად მომენატრება, არ ვიცი საქართველოში რა არის. შემდეგ ხელებს ერთად დაისველებთ და ვიყავით. იმდენ ჭუჭყი ამოდის. ხო, მზის დამცავი ჩემს კაცს არ უხდება, თუმცა საჭიროა. ძალიან ჩამდის ფორებში და тут შედეგზე გავდივარ ხოლმე. ავაჭყაპუნე, ესეთი თეთრი ისინი გაიკეთო ნაგებები თითქოს მოხსნა ზემოდან რაღაცები. ჩამოვიბან. ვერ ვიტან მოწუნკლო აბაზანა. ეს ერთი წმენდა წამოვიღე. და მეორე აუცილებლად ჰიალურონის ძალიან დაბალბიუჯეტიანი მოზაიკაში ნაყიდი გამწმენდი გელი მაქვს. ახლა ამ ზეთის ნარჩენებს ვიბრძოლობ, იმიტომ რომ არ მესმის იმ ხალხის, რომელიც ამბობს, რომ პირს დაბანვა არ უნდა და იშვიათად უნდა დაიბანო. მე ყოველდღიურად აღარ ასეთი აკაფებული გასაპარსად ვაღაზადებ ხოლმე სახეს. ჩემს კაცს სხვანაირად არ გამოსდის. ამას ვისვა. დავაჩერებ.
ესეთი რბილი და ვაი ნიკოლოზის არის შემეშ. რბილი და კუჭკუჭა. ბედის სახეობა. ზოუცვლელი ვაკალოტი, რომელსაც ვფიქრობ, რომ არ ყავს ანალოგი ჩემს ხილებისთვის. არ გინდათ მეც და მეც ამისურება. მოიწკრიალე. ეს წესი. ეს ვიცი რომ შესაძლებელი მაქვს ლაქები აქვს, მაგრამ ჯერჯერობით კარგად იტანს სუფთა გარეცხილი. ფენი თაღალდები, ბამბები, ნირობები, ყველაფერი შიგნით ალაგია, რაც შეიძლება დილით ადამიანს დაჭირდეს. ეხლა რახან ესე ძალიან რომანტიკით. ეს არის კორეული მიცერალური კი არა და ტონიკი ტონერი. აღადგენ ბალანსს ვითომ. კი მაგ სახატავ ფურცებით. ეს კარგად გამოვკვებო, გავაშრობ. ამერიკულ საწყობში ვიყიდე, დიდად შედეგს ვერ ვატყობ, რომ ჩემს გაზზე რამე შეიცვალა. 29 მივეცი ან 18 ვარი ახსოვს. აი ეს არის ის, რაც მე მგონი მაყრის, ანუ ეს არის სერუმი, რომელიც ხელს უშლის გამონაყარს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში მგონი უწყობს. იმიტომ რომ ძალიან მაყრის ეს ბოლო პერიოდია სახეთა. მაგრამ მაინც ფული გვაქვს გადახდილი და ეხლა რას ვუზავთ? გადავიფრისოთ ესეც. გუშინ ნაუნაში შევიარე, შევბოდიოდი. მოგიყვებით რატო ვიყავი ნაუნაში, აქედან მოგიყვებით რატო ვიყავი ნაუნაში და შევიძინე რაღაცები, რაც ფასდათმობაში იყო მხოლოდ ეს კბილის ძაბრი და 50 თეთრი. ბევრია სხვათა შორის შიგნით, ცოტა იპუშამე პარანხა ჩავხედა. სულით არის ჩემი პარფიუმერია. ეს კრემლაინერი. რა თქმა უნდა, ყავისფერი არ ვიცი ჯერ არ გამიტესტავს. და ორი მანეთი. და ვიყიდე ეს ფუნჯები, აი ამ ფუნჯისთვის, იმიტომ რომ აღმოვაჩინე, რომ ამით მინდა დახატვა და არა ჩვეულებრივად ეს ვიხატავ, მაგრამ როცა მინდა ამით. აქ ნახევარზე მეტი გადასაყრელია, ხოლო ფუნჯები რჩება. დავაბრუნეთ ხათოს დამატენიანებელი. ღამის არის. დიდი ხნის წინ გამომიგზავნა, ზაფხული იყო და იმიტომ რომ ძალიან ინტენსიური და ღრმა დამატენიანებელია, ვხმარობ საღამოს, მაგრამ ახლა არ ვაპირებ არსად გასვლას და მინდა რომ მე თვალის გარშემოც ვისვა ამ საწყს. და ზოგადად ხათოს კრემები სიცილეში, ზამთარში არის ჩემი ხსნა. პატარა შეფუთვები გამოუშვა, როგორც ვიცი. დიდი ხანია კომუნიკაცია არ მქონია. რაღაცები დავამატა, მაგრამ მე იმდენი მაქვს ზაფხულში გამომიგზავნა საჩუქრად, ხომ გახსოვთ? ნიკუშას სახის რაღაცასთან ერთად, გამწმენდთან ერთად და
მის მერე მოკითხაც მიჭირს ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მწვანეა, როცა მიგზავნის ხოლმე. ხო და ჯერ მაქვს და როგორც ზამთარი მოვა სავარაუდოდ მომიწევს დამატება. ყურის უკან ესე რომ მივიჭერ ხოლმე და მომწონს. ბაყაყს გავარ. გარე. სულიც იყო ჩვენი მოწესრიგების ამბავი. გარე გასვლას არ ვაპირებ და აქაც ნიდოს ხათოს მზის დამცავი, ყველა მზის დამცავი გადავყარე. ნახმარობაზე მიხვდებით შეფერილია. მე ამ მზის დამცავს რომ ხმარობ არც ბიბის და არც სისის აღარ ხმარობ. ჩემს ბიბი კრემს რომელიც 4 წლის წინ გერმანიიდან ჩამოვიჭერე მე მგონი ნაგავში აქვს ადგილი 2024 წელს არის გამოშვებული და 27-მდე აქვს და თურმე არა მაგრამ გახსნიდან 6 თვეში ნაგავია. წავიდეთ ახლა. ეს არის ჩემი ყოველდღიური და ყოველ დღის და საღამოს რუტინა. გუშინ დადიანი თავისუფლება კოლმეურნეობა ხომ მოვიარე ფეხით. მე ხომ გითხარით რომ ჩემი ტელეფონი ეს რომელიცაც ვიღებ გარდაცვალების პირას არის და მჭირდებოდა ახალი ტელეფონი. მჭირდებოდა აუცილებლად ისე iPhone-ი, იმიტომ რომ მივეჩვიე. და საჭიროების ამებ რომ უნდა გადამინაწილებინა თანხები. ძალიან დიდი ხნის წინ მივაგენი მაღაზია Elite Mobs. სადაც ნიკოლას უყიდეთ ტელეფონი, მე მეორე ტელეფონიც ვიყიდეთ და ყველა გამომთქარი, ყველა ძალიან კარგია. და რომ ნახე ფასები iPhone 11-ზე ვფიქრობდი. ძალიან ნორმალური და მისაღები ფასი ქონდა 500 ლარიდან არის. ზედმეტად არის სათავსოში. და დაველოდე ნიკოლას და წავედი და ახალი ტელეფონი მაქვს. ძალიან მიხარია. არ აქვს ეკრანი დაზიანებული. iPhone 12-ია. მივეცი 699 ლარი. კატეგორიებად აქვთ. A კატეგორია, B კატეგორია, C კატეგორია დაზიანებების მიხედვით, ბატარეების მიხედვით, ყველაფერს ძალიან კარგად გეუბნებიან, ნაკაწრსაც გაჩვენებენ, აბსოლუტურად არც ერთ დეტალს არ გიმალავენ და პლუს აქვს განმარტება. 700 ლარი ტელეფონში, რომელიც არ გაქვს, მე რა ვინახმარია, ძალიან ნორმალური ფასია. ხომ ეს ახალი. არ ვიცი, მე iPhone 12 ახალი რა ღერს. მაგრამ ესე განმარტებებიც აქვს. მაგრამ მე გადავწყვიტე რომ ერთიანად მე რა არ გამიკეთებინა განმარტება, იმიტომ რომ ისედაც ბევრი ვალდებულებები მაქვს და კიდევ რაღაც თანხა დამატებოდა ჩემს ვალდებულებებს, რომლებიც გადანაწილებაში წავიდოდა და კიდევ პროცენტებით მომიმატებდა გადასახაც არ ვარ. და იქიდან წამოვედი მე ფეხით. გუშინ მქონდა ფეხით სიარულის დღე, იმიტომ ვერ დავიბანე პირი. გავითი შეთ 11:30 მივეგდე და მიმეძინა. ასეთი ამბები იყო ამ ორ დღეში. დღეს ვაპირებ რომ დავისვენ და საღამოს გავისეირნო. შაბათია მაინც. მომწეს ჩემ ტელეფონი სულ მაგ ნიკოლო როდის გაიღვიძებს რომ რაღაცები ვერ გადმომაქვს. მე თქვენ გიტოვებთ ბედნიერ შაბათ დღეს. რა გინდა? მეხარია. და გემშვიდობებით დროებით.